ფიქრობ შევდივართ ზაფხულში, ველოდით ამას, მიწა ელოდება, ჰალელუია, და როგორც იქნა, არის სიცხე უკვე. მაგრამ უფალს მაინც დიდება და მადლობა ნებისმიერი ამინდისთვის. ძვირფასებო, მე ვაგრძელებ იმ სერიას, როგორც გითხარით, ჩვენ ვილაპარაკეთ ყურებზე, თვალებზე, ცხვირზე და დღეს შევეხები ენას. იმიტომ რომ ძალიან ბევრია დამოკიდებული ჩვენს ენაზე ძვირფასებო. საბოლოოდ ღმერთი იმ სასამართლოზე განაჩენს გამოიტანს თუ რა ვთქვით ამ წუთის ოფელში და არ ვთქვით და რა გავაკეთეთ ან არ გავაკეთეთ. ამენ? ამიტომ შენ ისმენ რაღაცებს ეხები, ეს ყველაფერი მაინც მთავრდება ამ ორში ძვირფასებო, როგორც მონეტის ორი მხარე. შენი სიტყვა და შენი საქმე. ჰალელუია. არის უმნიშვნელოვანესი ობიექტი ის პერიმეტრი, სადაც ჩემი ენაა მოთავსებული და ესეთი სათაურები ვეცი, რომ აუცილებლად გუშაგი და დარაჯი ძლდება მას. ამენ? ენას დაუყენე გუშაგი. ენა მონაწილეობს საკვების გადაადგილებაში შენი პირის ღრუს. შეიძლება შენ მიჩვეული ხარ და ამას ვერ ამშნევ, მაგრამ ასეთ საყებულო გადააქვს. ენა მიცის, რომელი უფრო მაგარი კბილი გააქვს და იქეთ გადაგიგდებს. იქიდან მე დაქუცმაცებულ ცოტა აქეთ, რომელმა უნდა გააჭრას შენი ნამუ იმ კბილებთან მიიტანს და ამას ენა აკეთებს. ამენ? ასევე ენა ეხმარება დაქუცმაცებაში შენ საკვებს. ენა თავისი რეცეპტორებით აღიქვამს გემოს ვიფასებო. ენა რომ არა შენ ვერ მიხვდებოდი წარეს, ტკბილს, გესმით, მჟავეს და ასე შემდეგ. ენა ასევე აქვს ფრინველს, ქვეწარმავალს, ცხოველს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ენა არის მეტყველების ორგანო ვიფასებო. მხოლოდ ადამიანს შეუძლია მეტყველება და ამ მეტყველებაზე არის დამოკიდებული აბსოლუტურად ყველაფერი. ბავშვებმა იციან ხო, ძალიან ბევრს ზრდასრულობაშიც მიყვება ესე ვთქვათ, ჩვევა, რაც შეიძლება არაეთიკური იყოს, მაგრამ ერთმანეთს ენას უგდებენ. ხო? თითქოს აჯავრებენ, თითქოს დასცინიან. ძალიან ბევრი იდიომა არსებობს ენაზე და რამოდენიმე მინდა შეგახსენოთ, ვიდრე ჩვენ თავართან მივალთ ძვირფასებო. ესეთი გამონათქვამია, ენა მოიქავა. ანუ ბევრი ლაპარაკა, გესმით? ენაზე აყოლა, ნიშნავს დაუჯერა ნათქვამი, ისე ლამაზად იყო წარმოთქმული, რომ დამაჯერებლად ილაპარაკაო. რაღაცა რომ გავიწყდება და ვერ იხსენებ. ენის წვერზე მაქვსო, გაგიგონიათ? ანუ თითქოს სადღაც გაფრინდა და ეცდები რომ ყველაფრის მობილიზება მოახდინო. ენა მუყივლა, რას ნიშნავს? ანუ რაღაც წინასწარ თქვა. მოამზადეს ვიღაცისთვის სურპრიზი, მახარიჩისთვის და გაიქცა და უთხრა კაცო მოასწროს ხვებს. არის ესეთი გამონათქვამი ასევე, ენის გასატეხი. ძალიან რთული სიტყვებისგან შემადგენელი, რომ ადამიანები განავითარონ უფრო და ჩამოაყალიბონ. სწრაფად სათქმელი. რამოდენიმე ერთნაირი ბგერისგან შემდგარი სიტყვა და აბა თუ იტყვის სწრაფად და ხშირად ეშლებათ ხოლმე. ძვირფასებო, ბევრი თქმულება, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ენაში და ჩვენთან არის ესეთი გამონათქვამი, რომ ენა ადამიანის კულტურის
და განათლების სარგეა. შენი ენა, შენი კულტურის სარგეა. შენი ენა, შენი განათლების სარგეა. რამდენად ის ირეკლავს თუ ვინა ხარ და რა ხარ. ენა უნდა ემსახურებოდეს ინფორმაციის გადაცემას, კომუნიკაციისთვის. მაგრამ ჩვენ ვიცით ძვირფასებო, ხო? ესეთი იგავი აქვს სულხან საბას დათვის და კაცის მეგობრობის, თუ გახსოვთ. და ამ კაცის ცოლმა დაცვე თქვა, რომ გონი რაღაც მყრალი სული აქვს თუ რაღაც. ცუდი რაღაცა თქვა. შემდეგ ისინი შეხვდნენ ერთმანეთს და ამ დაცვს უთქვამს, რომ ცული ჩამარტყიო თავში. და მე ეცით რა მოხდა? ძალიან ჭკვიანური რაღაც არის აქ ჩადებული, რომ ეს დრო რო გავიდა კიდევ. შენი ცულით დაკოდილი თავი განიკურნაო, მაგრამ შენი ცოლის ენით დაკოდილი გული არ განკურნებულა და ვერ განიკურნაო. ამიტომ უნდა ვიცოდეთ ძვირფასებო და მივაქციოთ ამას ყურადღება, რომ ჩვენი ენით შეიძლება ვიღაც დავაზიანოთ. გესმით? სულ არ არის საჭირო ის არის ხმალი, ნაჯახი და ასე შემდეგ. ესეთი ილუსტრაცია მაქვს და მინდა რომ დავიწყოთ ახლა. მაქვს ეს ნანახი თქვენთვის და იცით ალბათ. ამიტომ ენას უნდა გაუფრთხილდეთ. ჰალელუია. იდება უფალს. ესეთ არის გენიალური აფორიზმი ძვირფასებო. ველს ხრელად ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი. გესმით? ჩვენი ენა უნდა იყოს შესაბამისი ღმერთის ნების შესწავლის. რას გვასწავლის ბიბლია, ღმერთის სიტყვა, ღმერთის ნება ენის თაობაზე. აი რაზე მინდა ძირითადად ვილაპარაკო დღეს. ჩვენ ვიცით, რომ ენის ხელშია სიკვდილი და სიცოცხლე. გესმით? მე-18 თავში იგავის წერია ეს. ანუ თითქოს და ენას ხელებიც აქვს. შენი სიცოცხლე და შენი სიკვდილი არის დამოკიდებული შენს ენაზე. როგორ ხარ? დიდი წილი, როგორც ხარ, მოგწონს თუ არა, არ ვიცი. ეს არის შენს ენაზე და შენი ენიდან გამომდინარე. კარგად ხარ, ენას აქვს უდიდესი წილი ამაში, ცუდად ხარ, შენი ენის ბრალია. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად შედეგებისთვის, თვითონ განსაკუთრებით ლაპარაკის მოყვარული ხალხი, ვისაც ლაპარაკი უყვარს. ჰალელუია. ენაზე ვიცით წერია ძვირფასებო, რომ ის არის ცეცხლი და თუ არის ესეთი სახალისო ილუსტრაციები. ამენ შენი ენა ხო არ არის ესეთი ცეცხლი ხო არ კიდე. რა ხდება? ასევე დაბრუნებული ენის ილუსტრაცია ძვირფასებო, ესეც გვაქვს მე მგონი ნანახი თუ არა და მინდა რომ დაიმახსოვროთ. ამენ. უნდა დააბა ენა. ამიტომ რომ ისე ის თავს აეშვებს. ენა ბილწავს. არა ისო გვასწავლის ბილწავს ადამიანს, რაც შედის მასში, საკვებს გულისხმობს. არამედ რაც გამოდის მისგან, ანუ ენისგან და იაკობის მესამე თავიდან რამოდენიმე მუხლი მინდა ვნახოთ. ასევეა ენას, პატარა ასოა და ბევრს იქადის. ძვირფასებო, ენას კი არ უყვარს თავის ქება. შენ გიყვარს თავის ქება, მაგრამ ამას ავლენ ენის მეშვეობით, იმიტომ რომ ვერ აჩერებ ენას. გესმის? თუ ამყარდავანი ხარ, აუცილებლად იქებ თავს. იცით რა არის თავის ქება? ღმერთი კონკრეტულად უსვამს ბიბლიაში ხას თავის ქებას. რა არის თავის ქება? მე მაგარი ვარ. ადამიანი ყოველთვის ეცდება, რომ ათქმევინოს ვიღაცას ეს და თუ არ ეუბნებიან, მაშინ რაღა დარჩენია თვითონ უნდა თქვას. აბა მე ვარ კარგი, მე ვარ ჭკვიანი, მე ვარ განათლებული, მე ვარ ძლიერი, მე ვარ ლამაზი. კარგი გვარი მაქვს, კარგი სახელი, კარგი ცოლი მყავს.
კარგი შვილები, კარგი ოჯახი, კარგი ნათესავი, კარგი გვარი მაქვს, კარგი მანქანა ყავს. და ჩემი მანქანა ერთი მკაველი დიდია შენს მანქანაზე. კარგი სახლი მაქვს. გესმენთ? ეს ყველაფერი არის თავის ქება. და ნახეთ რა წერია. პატარა არის, მაგრამ ბევრს იქადის. არ გაჩერდება, ვერ ჩერდება. თავს იწონებს. ენის ბრალია? არა, ენას შენ მართავ. და შეგიძლია რომ დაიოგო ის. ამ ცირე ალი გუგავსო დიდ დღეს და ენაც ცეცხლია. ყველად კი არ გაჩვენეთ ის სურათი, ენა ცეცხლია. პატარა სიტყვას შეუძლია გადაწყვას მთელი ურთიერთობა. პატარა ნაბერწკას შეუძლია გადაწყვას დიდი დღე. აი როგორი შედარებაა გაკეთებული ძვირფასებთან. უმართლობის მთელი სამყარო ენა ჩვენს ასოებს შორის არის მოთავსებული ის ბილწავს მთელ სხეულს. ენა სხეულს ბილწავს. ესმენთ? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გავითავისოთ, ვიცი, სიახლე კი არ არის ეს ჩვენთვის. მაგრამ შენ გელაპარაკება უფალი კონკრეტულად. ამენ. შენ სენაზეა საუბარი. თქვი ჩემს ენაზეა საუბარი დღეს. და ჩვენი ყოფიერების ბორბალს აალებს, თელს ცხოვრებას უკიდებს წელს. ენის დამორჩილება კი კაციშვილს არ შეუძლია, დაუყევებელი ბოროტებაა და მომაკვდინებელი თესლითაა სავსე. აი როგორც გველი და არიან ისეთი ცხოველები, ქვეწარმავლები, რომლებიც იქნებიან და მათი თესლი კლავს ადამიანს. ასევეა ენა ძვირფასებო, შეიძლება მოკლას კაცი ენა. ერთმა სიტყვა და ძალიან ფრთხილად უნდა იყო. იაკობი აგზელებს მერე რომ ერთი დოკიდან არ მოედინება თბილისთან წარეთს. გესმენთ? ეკლესიაში ჰალელუიას იძახი, სახლში როგორ იქცევი? სახლში როგორია შენი ლექსიკა? გარეთ როგორია შენი ლექსიკა? სამსახურში როგორ არის შენი ლექსიკა? სამეზობლოში როგორ არის შენი ლექსიკა? როგორც არ მოსწონს უფალს ლანძღვა გინება წყევლა და სხვადასხვა ქილიკის ხვისი. ძვირფასებო. ესევე არ მოსწონს თავის ქება. და უნდა დავაბალანსოთ, უნდა ვისწავლოთ ეს. ენა ამჟღავნებს სიცხვეს. ადამიანი მატყუარაა თუ არა, სანამ ენას არ გამოყოფს, მანამდე ვერ გაიგებ. ენა ამჟღავნებს ჭორს, ცილის წამებას. გესმენთ? არა და ღმერთს ეზიზღება მატყუარა ენა. დღეს გრაფიკით მოგვიწია ჩვენ. ამისი წაკითხვა. იგავების 6-ის მე-16-ში წერია, რომ ღმერთს ძუნს და ეზიზღება და მე-17-ში ერთ-ერთი პუნქტი არის მას ზულს და ეზიზღება მატყუარა ენა. და ვის პირშია ეს მატყუარა ენა? გესმენთ? ღმერთს ზულს და ეზიზღება მატყუარა ენა. ჩვენს ენაზეა საუბარი ძვირფასებო, აქ არ არის საუბარი ცხენის ენაზე, კატის ენაზე, მამლის ენაზე, ნიანგის ენაზე. შენსა და ჩემს ენაზე ლაპარაკობს უფალი. მას ეზიზღება. ამიტომ შენ შეიძლება თავმომწონეო შენი ენი, მაგრამ თუ ის სიცრუეც არის, ღმერთს ეზიზღება მაშინ ის. ვერ მოაწონებ თავს ღმერთს. აქედან გამომდინარე. იგავის 12-ის მე-18 მოდით ნახოთ. ზოგი ისე ლაპარაკობს, თითქოს მახვილით ჩხვლეტდეს, ბრძელის ენა გიკურნება. როგორც მახვილი. თქვი მე მინდა პირში მქონდეს ენა. მოდი ჩემთან ერთად თქვი, მე მინდა პირში მქონდეს ენა და არა კაქტუსი. მოდი ნახოთ. ამენ. ჯობია ენა გქონდეს პირში. ჰალელუია. იმიტომ რომ რა წერია, ზოგის ენა იჩხვლიტებაო. კაქტუსთან ახლოს რატო არ მიდიხარ? ვარც მოეფერები.
კაქტუსსაც აქვს ლამაზი ყვავილი. მაგრამ კაქტუსს ვერ შეეხები, რატო იწვრიტება? ერთი კი არა, რამოდენიმე ნემსით, რამოდენიმე ეკლით. ამიტომ ვიფასებო მიაქციეთ ყურადღება, შენი ენა იწვრიტება თუ არა? და უნდა იწვრიტებოდეს. ზურგს უკან ლაპარაკი წარმოქმნის ჭორს, ცილის წამებას, განხეთქილებას. გესმენთ? ამიტომ პირდაპირ უნდა ილაპარაკო. მოწმეთა თანდასწრებით. ერთმანეთს უნდა ეხმარებოდე. გამონათქვამებია ესეთი. ნაკლები ტვინი, ძლიერი ენა. და არისტოფანეს აქვს ესეთი გამონათქვამები ვიფასებო. მოკლე ტვინს გრძელი ენა აქვს. გესმენთ? ამიტომ ენა მოდის უნდა იყოს შეერთებული ტვინთან. თუ არ არის ესე, მაშინ იწყება მიკერძოება, მლიქნელობა, თვალთმაქცობა. როდის აურენს ადამიანი ამ თვისებებს? ვინც ჭირდები. გესმენთ? თუ ჭირდები გეფერება ენით. მოდით ნახოთ რამოდენიმე ილუსტრაცია ამასთან დაკავშირებით. კაცი რომელიც შენს წინაშე ჭორავს სხვას, სხვის წინაშე გაგჭორავს შენ. ამენ. ისე საინტერესოა ნეტა კაცები ჭორავობენ? კარგი, მოდით შემდეგი ილუსტრაცია ვნახოთ. აი, მაგი არა ბანამდე. არ არის? კარგი გაუშვი. ჭორიკნების კამი. არ დაждე ესეც კამზე. ამენ. არ დაждე ესეც კამზე. გინდა ასეთი კამი ეზოში. ალელუია. ენა მიაბით ვინთან. მოდით ნახოთ ეს ილუსტრაციაც. ეს ცოტა ბევრი ილუსტრაცია მექნება, რომ კარგად დავიმახსოვრდეთ. საუბრის დაწყებამდე ენა შეერთეთ ვინთან. ამენ. გამორთული როა ის ქებას დაიწყებს, მოიტყუებს, რაღაცას დაგფირდება. ამენ. ალელუია. შემდეგი ილუსტრაცია. აი ჭირდება უფროსი და კარგად არის მასთან. როგორც კი აღარ დაჭირდება. შეიძლება გამარჯვებისთვისაც აღარ შეტრიალდეს. გესმენთ? ბევრია ესეთი მომენტები. ძალიან. ესეთი განმარტება არსებობს ვიფასებო. რომ შეიძლება ადამიანს უკურსო ბიჭო კარგად იყო ეს ადამიანი თითქოს გუნდში იყო და რატო აღარ არის. ნახეთ, ღმერთი გაშორებსო შენ ადამიანებს, იმიტომ რომ შენ არ მოგისმენია თუ შენზე ზურგს უკან რას ლაპარაკობდნენ, მაგრამ მან მოისმენა და მოგაშორა. ამიტომ დამთილი უნდა იყოს ვიფასებო. ამასთან დაკავშირებით. ამენ. მხოლოდ და მხოლოდ მოწმეები უნდა იყოს თუ ადამიანზე რაღაცას ამბობ. ჰალელუია. მალაქია 3:16. მინდა ძალიან ღრმად ჩავიდეს ეს სიტყვა თქვენს გულში. როდესაც ლაპარაკობენ ერთმანეთში უფლის მოშიშნი, ყურს უგდებს მათ უფალი. ესმის და იწერება სამახსოვრო წიგნში მის წინაშე უფლის მოშიშნათვის და მისი სახელის მოწიწებით მოხსენიებელთათვის. შეიძლება ჩუმად რაღაცას ეუბნები ადამიანს, მაგრამ იქ დაფიქსირებულია. ალელუია. შენი ყოველი სიტყვა არის დაფიქსირებული. ამიტომ ფრთხილად იყავი იმასთან მიმართებაში თუ რას აკეთებ.
ამიტომ თუ ადამიანზე რაიმე გაქვს, ნათქვამი, მიდი და უთხარი. ჯობს მასთან გააკვიო, ვიდრე მთელმა ზეცა მილიარდობით ადამიანმა გაიგოს ეს. ამენ. მოაგვარე ეს საკითხი. არ დაგრჩეს მოუგვარებელი, იმიტომ რომ უმნიშვნელოვანესია შენი წინსვლისა და კურთხევისთვის. პირველი პეტრე 3:9. ნუ მიაგებ ბოროტის წილ. ნუ ლანძღვის წილ. პირიქით, აკურთხე, რადგან ამისათვის ხარ მოწოდებული, რათა კურთხევა დაემკვიდროთ. რადგან ვისაც უყვარს სიცოცხლე და კეთილდღეობის ხილვა, შეიკავოს ენა ბოროტისგან და მისი ბაგეები ნუწვიან მზადყოფს. ძვირფასებო, აღონთ პატიოსნად მიპასუხეთ ახლა. ვის უყვარს სიცოცხლე? გაიღვიძეთ? ვის უყვარს კეთილდღეობის ხილვა? ვის უყვარს? გიყვართ? აი ფორმულა გაქვს, როგორ იყო კეთილდღეობაში და როგორ იყო ცოცხალი. შეიკავე ენა. ნახეთ, შეკავება რას ნიშნავს? მას წასვლა უნდა სადღაც. აი ბავშვი რო გაგირბის, განსაკუთრებით ქუჩაზე რო გადადიხარ და მოიჭერმა. ისე მოუჭირე ენას ხელი. იმიტომ რომ ენისთვის არ არის ძნელი, ვინმე თუ ბოროტად ექცევა, თვითონაც ბოროტებით უპასუხოს. თუ ლანძღავს, გალანძღოს. გესმენს? ამიტომ შეიკავე. ჰალელუია. ჯერ რა თქმა უნდა გაიგოს სიცოცხლე რა არის, შეიყვარო ის და მე თუ გიყვარს, აი ესეთ შემთხვევაში უნდა შეიკავო ენა ბოროტისგან. ნუ იტყვიან შენი ბაგეები მზადყოფს. ისე, იცი, იმდენი ბაგაჟი აქვს ადამიანს მზადყოფის და ბოროტების. დატოვე ის უპასუხოდ, უბრალოდ ენა შეიკავე. და ნელ-ნელა გაქრება ეს ყველაფერი შენი ცხოვრებიდან. რასაც დათესავ იმას მოიმკი. შენი ცხოვრება დღეს არის ის, რაც გუშინ დათესე. რასაც დათესავ იმას მოიმკი. ამენ. 109 ფსალმის მე-17 მუხლი. უყვარდა წევლა, ამიტომ მასვე მიუვიდა. ადისურვა კურთხება, ამიტომ გაშორდა მას. უთხარი შეზღვერდით ვინც ის, მაკურთხე. ამენ. უთხარი მე გაკურთხებ შენ. აკურთხებ მოგივა კურთხევა. გესმენს? ესეთი მე მესმოდა და პატარა რო ვიყავი ბებია ჩემი ის რო შეიკრიბებოდა ეს ბირჟა. ესეთი გამონათქვამი არსებობდა რომ წევლა მაწევარისაო. გაიგონიათ? თუნდაც დამნაშავე იყოს ადამიანი, დაიწყევლები, აღებას ამბობს უფალი. შენ მე მოგივა. მე ასევე გიცით რა გამიგონია, დედა რომ შვილს წევლის. და ესე ამბობენ რომ ჩემი ძუძუები ლოცავსო. ენა წევლის, მაგრამ ძუძუები ლოცავსო. ბიბლიაში არ წერია რომ ძუძუები ლოცავს. ბიბლიაში რა წერია, ნახეთ, დაიწყევლები, მოგივა. ამენ. იკურთხები, კურთხევა მოგივა. არა კურთხებ, გაგშორდება კურთხევა. ამენ. არ დაწყევლი, ვის შეიძლება ღირსი იყოს წევლის. აქ ცდება წევლა. რა ადვილია თვითფასებო. ამენ. ღმერთი ამბობს ამას. ამიტომ დაივიწყე. რა უნდა გააკეთო მის ნაცვლად? აკურთხო. ამიტომ ამბობს უფალი, აკურთხეთ თქვენი მტრები. მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ აკურთხებ, მაგრამ გული და როგორც მათემატიკაში ესეთი მოქმედებაა, ვიმახსოვრებ. ხო? ვაკურთხებ, მაგრამ ვიმახსოვრებ რას, რომ ვაგინებ. ჰალელუია. კიდე კურთხევა. ნახეთ ღმერთი რამდენ რაღაცას გვიხსნის დღეს. სიცოცხლე, კურთხევა, წარმატება, კეთილდღეობა. ეს ყველაფერი არის შენს ენაზე დამოკიდებული. შესაბამისად, წევლა, პრობლემები, ესმენთ?
და ასე შემდეგ. შენი ენის მდგომარეობა იძლევა ყველაზე სწორ დიაგნოზს. თუ რა მდგომარეობასია შენი შინაგანი და შენი სული. თუ ის თავისუფალია, მაშინ შენი ენაც თავისუფალია. თუ ის ბოროტია, მაგრამ არაჩვენებ. აუცილებლად ამოხეთქავს ენა. რომ ენა არის ერთადერთი არხი, სადაც მოედინება ის რაც შენ შიგნით არის დაგუგებული. ეს მე შეიძლება რამოდენიმე ხანი დამალო, რაღაც პერიოდი, მაგრამ ბოლომდე ვერავინ ვერ გაწევს. შეუძლებელია. შენი ლექსიკა აჩვენებს თუ რით ხარ სავსე. თვითონ აი რაღაცებს რო აკეთებთ, ზიანი ხო მოხსვლიათ, მარცხი. აი თქვა ხელი გაიჭერი თუ დავით რაღაცას ჭრი. თუ აჭედებ რაღაცას, თითქოს დაგიწმიათ უსმანი. ხელი მოყოლიათ კარებში ასადმე. ეცე ამ დროს ახდება შენი შინაგანი იღვრება. რა მოდის მაშინ შენი ბაგიდან, როდესაც ძალიან მაგრად ირტყამ თითქოს ჩახუშს. რასაკეთებ? როგორ იქცევი ასეთ შემთხვევაში? მოდით ნახოთ ილუსტრაცია მაქვს ამასთან დაკავშირებით. ჯობს ენაზე დაერტყა ხო ჩაკუჩი? ჰალელუია. ემდრო ის ცუდ რაღაცას იტყვის. ძალიან ცუდს. გითხვამს რაფერ არ მოვიჭერი ეს ენა. ნუ რას ნიშნავს ენის მოჭრა, მოდით ნახოთ. რამდენს იცი იმ დროს და სადაც ფიზიკურად ვერავინ ვერ გააკეთებს ამას, მაგრამ რამდენს უთქვამს. მე და მომეჭრა მართლა ეს ენა და არ ეთქვა ეგ სიტყვა. ხო, იმაზე მოფხილად იყავით. ღმერთი ჩვენ არ გვაძლევს მაკრატას რომ ენა მოვიჭრა. მაგრამ სულიწმინდის ძალა მოგცემს საშუალებას ამის რომ არ მოვიდეს ჩვენი ბაგიდან ცუდი სიტყვა. ნუ ჩქარო ფენით. ამენ. ესეთ გამონათქვამია ხო იჩქარებ ხალხს გააცინებ. ენას უყვარს ვიფასებო დაუფიქრებელი, გაუაზრებელი, სწრაფად ამოვარდნილი სიტყვა. ქონიათ ესეთ შემთხვევა. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მუხლი, მეათე თავიდან იგავის. ვის ბევრს ლაპარაკობს, ცოდვას ვერ ასწდება. ერის მომდოყველი კი ბრძენია. თუ ბევრს ლაპარაკობ, გაგეპარება სადღაც ცოდვა, ესმენს? ეს არ ნიშნავს იმას, თუ არ ლაპარაკობ, წმინდანი ხარ და ცოდვილი არ ხარ. ეს მეორე უკიდურესობაა. მაგრამ თუ ძალიან ბევრს ლაპარაკობ, აუცილებლად შეგწდება რაღაც. ანუ დაფიქრდე უნდა რას ლაპარაკობ. ამენ? ძალიან ფრთხილი უნდა იყო. არ უნდა ელაპარაკო ნაჩქარევად, მაშინაც როცა ცუდად გეპყრობიან. 106 ფსალმუნში. სული გაუმწარეს და ნაჩქარევად ილაპარაკა თავისი ბაგიებით. ვიფასებო იცით ვიზია საუბარი? მოსეზე. ცოტა ზემოთ წერია, რომ მოსე რო არ ყოფილიყო შუა მდგომელი, ხალხი დაიღუპებოდა. ღმერთს უთხრა, ღმერთო აპატია ჩემს ერს. თუ კიდე მე მომკარე, მაგრამ გადაარჩინე ისინი და ღმერთმა მისი სიტყვით შეიწყალა. მაგრამ ისე მოუშალეს მოსეს ნერვები, რომ იჩქარა სიტყვით და ამის გამო აღთქმო მიწაზე ვერ შევიდა. გესმენთ? იმ ხალხის გამო ისე არ მოიქცეთ ეკლესიაში, რომ თქვენს გამო მე ვერ შევიდე უფალთან. არ ამაჩქაროთ სიტყვაში. ამენ? განა ისინი გადარჩნენ? ვერ შევიდნენ ისინიც. ისინი დაიღუპნენ საერთოდ. მოშალეს კაცი ნერვებისგან. უფალს აქვს გენიალური ფრაზა.
ვაიმას ვისგანაც მოდის ცუდონება. შენ არ უნდა ცუდდე. მაგრამ თუ გაცდუნებს ვინმე, ის ვერ გადარჩება. არც უნდა გაცდუნოს. პროვოკატორია, უთხარშენს გვერდით ვინც არის, ნუ იქნებ პროვოკატორი. არ მოუშავო ნერვები ვინმეს. თორე შენ უარესად დაისჯერდი. ზოგმა იცის ხო ესე ვთქვათ, უჩხეკინებს. ნუ ცოლებს აბრალიან, არ ვიცი ესე არის თუ არა. ქმრებს უჩხეკინებენო. მასეა? ქმრები ხო არ არიან მასეთი? ჰალელუია. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა. ნაჩქარებად არ ელაპარაკო, თუნდაც შეგიჩხიკინოს. ჰალელუია. ამენ. ებრო შენ აგებს შენს ნათქვამზე პასუხს. იდება უკავს. დღეს ესეთი ოჯახური მყუდროისა გვაქვს. ეს უკვე ლექცია. რაც ხდება ჩვენს ირგვლივ, არ არის საუბარი ვიღაც ზანზიბარაზე. ამენ. ჩვენ გველაპარაკება უკავი. უმნიშვნელოვანესია ვიფასებო ოჯახში თუ რა ესმის შენს ბავშვს. რას ხედავს შენი ბავშვი? აფიქრო ნააზრევ სიტყვებს ელაპარაკები შენს მეუღლეს და ესმის მას? თუ დაუფიქრებელი. ნახეთ ესეთი ილუსტრაციაა ვიფასებო. ცოლ-ქმარი ერთმანეთს ესვრიან, ანუ გუნდაობენ რა. და ბავშვი ქვემოთ არის გასრესილი. აი ამ ურთიერთობით. გასმენთ? არა მე ვარ მართალი, არა შენ ხარ მართალი. და მე უკვე მიდის ჩვეულებრივად. რას ისმენს და რას ღებულობს. ბავშვი არის როგორც ღრუბელი. ნუ გუბკა ერთგვარი. ის ყველაფერს იდებს, შეიძლება არ გიყურებს. მაგრამ ის გრძნობს შენს ურთიერთობას. და ფრთხილად უნდა იყო. ამენ. ამიტომ ღმერთი ყველას მოგითხავს. როგორც ეგა წავიკითხეთ, ხო? ღმერთს ესმის იწერება და ფიქსირდება შენი სიტყვა. არ აქვს უშუალო ვინ იყო მართალი და ვინ არა. გაუფრთხილდი ბავშვს. რა თქმა უნდა შენს თავს პირველ რიგში. იდება მას. ამენ. ბილწი სიტყვები არ მხოლოდ ანაღლიანებს სულიწმინდას ვიფასებო ჩვენ წინა მსახურებაზე სულთნოფენის დღესასწაულზეც ეს უმნიშვნელოვანესი მუხლი წავიკითხეთ. 30 მუხლი ეფესელებიდან მეოთხე თავის. ასევე ის შენს პირად ცხოვრებას ანგრევს. სულიწმინდა რომ ნაღლიანდება გასაგებია შენი უწმაწური სიტყვებისგან. მაგრამ შენ ზიანდები. 4:29 მუხლი ნახეთ. არავითარი უშველი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი საჭიროებისა ბებრასაშენება და მადლი მეანიჭოს მსმენელს. და აქ უშველი სიტყვა იცით როგორ არის დათარგმნილი ზურფასებო. აი მაგალითად ხორცი რო გაფუჭდება და უკვე დამპალია მატლი რო შესეული. რო ყავს. მომწავლელი რო არის. იმას ვახდებ. ასეთია უშველი სიტყვა ამოსული შენი ბაგიდან. უსარგებლო. გესმის? არ აშენებს, ანგრევს მსმენელს. არც ზედმეტი მაღალფარდოვანი ფუჭი სიტყვები ათქმევინო ენას. გესმის? ზოგიერთ მარიფათიდან გამომდინარე იმდეს ლაბა, მომძანდი ბატონო, ხო იცით ის კომენტია. და მე ძალით რო შემოიყვანა და ცხენის არ წავიყვანო და ენაზე მომავიო. გახსოვ? ზედმეტობა ყველაფერში ზედმეტობა. ან დაპირება, მე ამას გავაკეთებ. მე იმას გავაკეთებ. პასტორო, მე ამას გავაკეთებ, ამას გაგიკეთებ შენ.
არც დაპირება და არც თვითონაც აღარ არია. ფუჭ სიტყვებს მოაქვს სიღარიბე. სიღარიბის ერთ-ერთი წყარო არის ფუჭის სიტყვები, ისე უბრალო. რატო არის ადამიანი ღარიბი ძვირფასო? რატო არის საჭიროებაში? შეიძლება ვალებში ფუჭის სიტყვები. და წმენაში რომ უნდა ადამიანს კურთხევა რომ იცის, კურთხევის გზები ბიბლიური, უნდა მისცე ღმერთს მისი. შემწვრიველი უნდა იყო, ხელმოქმედი უნდა იყო, გახსნილი უნდა იყო. ღარიბების უგეყოლება თუ უფალმა თქვა, ქრივისადმი, ობლისადმი, ღმერთის სახლისადმი. ეს ჩვეულებრივი მომენტია. ბრდებიან, ილოცეთ ჩემთვის მე, ეხლა მუშაობას დავიწყებ და მერე დავიწყებ კურთხევას და მოგროვებას. და მერე ქრებიან ფუჭის სიტყვები, გესმით? და ღმერთი ამბობს. ვინ გეხვეწა ეს რო გეთქვა? ფუჭი არ იყო შენი სიტყვა, მაგრამ ფუჭის სიტყვებს სიღარიბე მოაქვს. შეგიძლიათ მე ნახოთ მე-14 თავშია იგავის. ზოგადად დავითი ამბობს იყუჩეთო. იყუჩეთ. შენი სიტყვა გაყუჩდი. მაღუჩი ვინ იცით მანქანაში რას ნიშნავს? ერთგვარი გლუშიტელი. ქართულად არის მაღუჩი. იცით მაღუჩი რისთვის არის საჭირო? მაღუჩის გარეშე ძრავას აქვს ძალიან დიდი ხმა. და ის ახშობს ამ ხმას და ძალიან პატარა გამოდის ბოლოს. ესმენ? ამიტომ როდესაც რაღაცა გინდა განრისხდიან, ხო მზერო ჩავაო შენ რისხვისას წერია. იყუჩე. გესმენს? შენს ბაგეს მოავი ეს გლუშიტები და დაახვიე შენს წელზე, რომ ბოლოში სულ თითქმის არაფერი არ გამომიდეს. ამენ. ამენ ზურპასებო დავითი ამბობს, მოსეც ამბობს ამას, თქვენ იყუჩეთო, ღმერთს მიყევითო. დავითი ორ ადგილზე ამბობს ფსალმში, მე-4-შიც და გონი 121-ში. იყუჩეთ. ამენ. ჩემს ენას ჭირდება გლუშიტელი, უთხარი შეძლებელია. მაღუჩი. ჰალელუია. ენა გააკონტროლე. ამენ. უდაბზიკობისგან, ამაღლებასგან, განდიდებისგან, მე ესეთი. არც ის იტრაბახო, რომ მე ეკლესიის ერთგული ვარ. მე ბიბლიას ვკითხულობ. მე მეათეთში ერთგული ვარ ეკლესიაში. მე ასეთი ვარ, ნუ ტრაბახო. მე ეს გამიკეთებია. მე ბერდებიან ეკლესიაში ხალხი და მესმის სხვადასხვა მსახურებისგანაც, მოგასებო რა ძალიან არასასიამოვნოა. მე გავაკეთე. ვინახაშე? რა გააკეთე? ამას მოისმენ რა გააკეთე, როდესაც წარსულები უკავდა. ამენ. სხვამ გაქოს, შენს თავს მოაკეთე. სხვამ გაქოს. უთხარ შენს გვერდით ვიცი, სხვამ გაქოს. თავს მოიკეთე. ძვირფასებო, პანდემიის დროს, გახსოვთ პანდემია, რამდენი შიშის და პანიკის გამო დაიღუპა კაცო და იმდენ შეიძლება არაფერი არ იყო. რას გვეუბნებოდნენ? იდავში ჩაახველე, ამენ, ხელი მოიფარე პირზე დაცემინების დროს. ამენ, რომ ბაცილები არ და საერთოდ უკიდაც არ იყოს პანდემია. რომ ახველება ნაცემინე, ხო? ნუ ყრიმ ბაცილებს იგებენ. აიფარე. ამენ. და ღმერთიც ამას გვეუბნება, ზუსტად რომ პირზე უნდა მოიფარო ხელი. იგავე 30-32. მაგათ რა კარგი ადგილია. თუ ბრიგულად მოიქეცი და თავი აიმაღლე ან ბოროტება განიზრახე. ხელი მიიფარე პირზე. ეს არის ის პანდემია, რომელიც დაგუბავს. ამენ. ხელი მიიფარე პირზე. ხელი გაქვს? პირი გაქვს? მიიფარე. ამენ.
ბრიყულად თუ მოიქეცი, თავის ამაღლება ბრიყულად მოქცევა. კითხვა რომ დავსვა, ვინ არის აქ ბრიყვი? აწევს ხელს ვინმე? ესმე, მაგრამ თუ თავს იმაღლე, ღმერთი ამოგსობს იბრიყვია. გიყვართ ღმერთის სიტყვა? გიყვართ ღმერთის სიტყვა? ღმერთი ჩვენსკენ არის ვიფასებ. კი არ გვეუბნება რომ მე რაც უდები ვარ. უნდა რომ აღარ ვიყოთ ესეთი. პირიქით უფალი რას ამბობს? დაინდაბლე თავი. ამენ? ხელი მიიფარე პირზე. ესეთი მოქმედება არსებობს, უცებ რაღაც წამოსდება და პირზე იფარებს ხელს რო არ თქვა. გაუქმდი შესაბამის, იმიტომ რომ მას შეუძლია დაუყვა და ასევე კურთხევის მოტანა. ჰალელუია. ძალიან ბევრია, შეიძლება ნიჭი აქვს ეკლესიაში. და ფიქრობს, რატომ მე არ მაძლევენ მსახურებას? და ჩვენი საყვარელი ილუსტრაციაა ძვირფასები, გახსოვთ? ხშირად გაჩვენებთ ამას. ჩვენ გონია ხშირად რომ სხვა ხალხი ხელს გვიშლის ამაღლებაში, წამოწევაში, დაწინაურებაში. მაგრამ დაბრკოლებად ყოველთვის არის ჩვენი პირი, ჩვენი ენა. ავანიანი ამ იმაში. ვერა, შენი ენის გამო არის თუ ღმერთმა არ წამოქცია დღემდე. იმიტომ ეკლესიაში ღმერთი ამენებს მსახურს და ღმერთი ხსნის მსახურს, მსახურებიდან. ამენ? რას ამბობს უფალი? მე დავნიშნე, დავაყენე მეფედ და მე გადავაყენეო. არასწორად იქცევა ადამიანი, გადააყენებს და სხვა სიყვარულს. შეუცვლელი არავინ არ არის. ამენ. ამიტომ თუ ჯერ კიდე არის რაღაც, ესე იგი დამდაბლებულ მდგომარეობაში აღარ ხარ და თავს იმაღლე. ენას ვერ ჩერებ. რითი? შეიძლება ცუც არაფერს არ ამბობ, აღარ იქნები. მაგრამ ამბობ რომ შენ ხილსი ხარ. ეს გიკეთებია, გესმის? ეს გიკეთებია. წინა რა გიჭამია დღეს, გამძღარი არ ახარ. არის მე მარხვით დღეს მოსული აქ. ჰალელუია. დაბადების დღეზე ხო ჭამილას რაღაც კიდე, აღარ ჭამო, მომდევნო დაბადების დღეზე. ჰალელუია. კარგი ნელ-ნელა დავეშვათ ახლა დასასრულისკენ. უფალს დიდებას ვიფასებთ. ამენ. ეფესელთა ფსალმურის 29. თქვი დავიცავ ჩემს გზებს, რომ არ შევწოდო ჩემი ენი. ალიკავს ავიკრავ პირზე, ვიდრე ბოროტნი იმყოფებიან ჩემს წინაშე. უნდა თქვა, ამენ, ალიკაპი აიკრა. იმიტომ რომ ცოდვა იწყება ენიდან. ამენ? ცოდვა ენიდან იწყება. ეშმაკი მოდის და გატყუებს. ეს ესე მოხდება, ისე მოხდება. უნდა რომ შენი ენა ჩართოს. ენა იცით როგორია ძვირფასებო, ადრე დიდ მანქანებს, პატარა რო ვიყავი სულ ვეუბნებოდი, მეზობელი იყო თუ ვინ. ასამუშავებლად, ესეთი რკინა უნდა სტარტერში, ხო? ესე კბილანები ქონდა რა. და რომ მივდიოდი ძალა არ მქონდა იმის ამობრუნების, დიდი ძალა ჭირდებოდა. და თუ არ მუშავდებოდა, აი ამ ესე სპეციალურ მექანიზმს შეაერთებდნენ იმაზე და უნდა ამოგეკრა ძალეთ რა. და მუშავდებოდა მანქანა. გესმით? აი ენას ესე რო ამოკრავ, ცოდვა მუშავდება. ენა გააქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ ახლოს ხარ ცოდვასთან და ფრთხილად იყავი. ამენ. ცოდვა არსად არ წასულა, ჩასაფრებულია ესე ამბობს. ჩასაფრებულია კარებთან ეშმაკი. შორს არ არის. ენა უფრო ახლოს არის. ამიტომ ეხლა შენ გადაწყვეტე როგორ იცხოვრო. ჰალელუია. ებულობთ რამეს დღეს. ამენ. იცით, მე ვფიქრობ, რომ გონი ყველაზე მეტი ბიბლიაში რაზეც არის დაწერილი ენა არის. უამრავი, ათასობით ადგილია ენაზე. როგორც მხოლოდ ენაზე, მაგრამ სიტყვა, ნათქვამი, რისხვა, ყვირილი, ეს ყველაფერი ენიდან არის გამომდინარე. მთელი ბიბლია ამაზე საუბრობს.
და რა თქმა უნდა ეს უფრო პრობლემატურია, რომ რაღაც ერთ მსახურებაში ჩაადიო ეს ყველაფერი. 151 ფსალმუნის მე-4 მუხლები. უფალო გუშაგი დაუყენე ჩემს პირს, დარაჯი ჩემს ბაგებს, არ გადაახვევინო ჩემს გულს ავი სიტყვისაკენ. ელის საჭე რული არის გული შენი. აი მას უნდა გაუფრთხილდე, იმიტომ გვეუბნება უფალო. ურჯულო კაცებთან ერთად ბოროტ საქმეთა ჩასადენა, ნუნც მეგებოს მათი ნუგბარეთა. აი, სად იწყება ეს ვიფასება? სუფრაზე. ვიღაც რაღაცას იტყვის, რაღაც ბილწი ანეკდოტი, რაღაცა და ნელ-ნელა ხდება ამის ამუშავება და ამოქმედება. გუშაგი დაუყენე პირს, მოდით ნახოთ ეს ილუსტრაცია. როგორ შეიძლება დაუყენო პირს გუშაგი? ელვა მივიკეროთ? სკოჩი არ შველის, ღილებიც არ შველის, ფხიტიც არ შველის. დაახლოებით ესე. ჰალელუია. თვითონ ესაია უფალი იხილა, ტახტზე მჯდარი, როგორ მოდიოდნენ სერაფიმები. ესეას მე-6 თავში საოცარი ისტორიაა. მეფე ხუზიას დროს უვიხილე ეს საოცრება. თელ დარბას მისი სამოსის კალთა ფარავდაო. დიდებული ადგილია, ძალიან მიყვარს. სერაფიმები მოფრინდნენო. ზოგიო 6 ფთა ჰქონდათო, 2 თავს იფარებდნენო სახეს, წელს და ფეხებს. და ადიდებდნენ, ეთაყვანებოდნენ სხვადასხვა. და ისეთ ესაია რას ამბობს. თქვი რომ ბაგე უწმინდური კაცი ვარ. გესმე? და სერაფიმმა ერთმა სერაფიმმა მაშინ ნაგვარჩხარი მუგუზალე მოიტანაო. ძვირფასებო, მიაქციათ ყურადღება რა. და ეს მუგუზალი ცხელი ენაზე დამადო. ადამიანი სწოდავს მარტო ენით არა, თვალითაც ხო სწოდავს. ყურით სწოდავს, ხელებით სწოდავს. ფეხებით? რატო არ წერია თვალზე დამადო? რატო არ წერია ყურზე დამადო? ყველგან დაედო, რომლითაც შესწოდა ადამიანმა. ენა მთავარი. ენაზე დამადო და მითხრა რომ უკვე გაწმენდილი ხარ. და ამის მერე ვინ გამზამნო და თქვა მეო, იმიტომ არ ესმის ადამიანს. როგორი ქრისტიანი ხარ თუ შენ თავს წოდა. ჯერ განიწმინდე. ამენ. აუცილებლად განიწმინდო უნდა. სოფონიას 3:9 მუხლით ვიფასებო. მაშინ მივცე მერებს გასუფთავებულ ბაგებს, რომ ყველა მოუხმოს უფლის სახეს და ხარდამხარებს ახურო ღმერთს. როდესაც ბაგები გასუფთავდება შენი, შეძლებ რომ ემსახურო ღმერთს. ამენ. ამენ. როდესაც შენი ბაგი გასუფთავდება, შეძლებ ერთობას და ერთგულებას. რატო ვერ ახერხებენ უნდათ? ბაგის პრობლემაა. და ღმერთმა უნდა მოგცეს გასუფთავებული ბაგი. შენ ვერ გაისუფთავე. ღმერთს უნდა მისცე ბაგი და უთხრა უფალო, აგერ არის ჩემი ენა. გთხოვ გამიწმინდე. მაშინ მივცემო ერებს გასუფთავებული ბაგებს, რომ ყველა მოუხმოს უფლის სახელს და მხარ ემსახურონ ერთობაში, ერთად. როდის? რომ ბაგეს უფთავე ჩვენი გესმით? კი არ ჭორაობს ეს ბაგი, ზოგს უყარ. მხარს უჭერს და უყვარს. ჰალელუია. დიდება ჩვენს ღმერთს ვიფასებო. ისიც გვახსოვს ხო ბაბილონის ისტორია. ღმერთმა ენები აურია. და ამის შემდეგ დაინგრა გოდოლი. ჰალელუია. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენთან ხმება. ერთმა მოზარდმა გააკრიტიკა რაბინი ძვირფასებო. ცუდი ელაპარაკა მასზე. ზოგს უკა. და რას დრო გადიოდა სინდისი ქეჯნიდა და მივიდა და უთხრა რომ რაბენ მინდა გითხრა რომ შენზე ცუდი ვილაპარაკე და გთხოვ რომ მაპატიო შევწდიო. მაპატიებო? და იცით რა უთხრა? წადი შენი ბალიშიდან ყველა ბუმბული გამოყარე და ქარს გაატანეო. და მერე მოდი და გეტყვიო და
კარგად ხნის მერე მივიდა და უთხრა გავაკეთე ეს პატიო ხო? და უთხრა არა ეხლა ისევ უკან შეაგროვეს ყველაფერი და ვალეში ჩატენეო. გესმე? სანამ გააღებ პირს დამიფრთილას აბო. ანუ შეუძლებელია ეს. კაცი გაპატიებს, ბიბლიაში წერია უნდა აპატიო. გესმე? დავითსაც აპატია ღმერთმა. აპატია? კი. მაგრამ მან ხო და სასწაულებრივად ძალიან დაზარავდა. უყოლოდ არ ხდება არაფერი, ამიტომ გთხოვთ რომ გაუთხიდეთ ამ ყველაფერს. ჰალელუია. დიდება და ქება ჩვენს ღმერთს ვიფასებო. ექიმს უთქვამს შენთვის გამოყენა. უთქვამს ექიმს. ვიფასებო იქ რომ მივალთ ბოლოს. ღმერთთან, ლუგი. მერტი გვეტყვის აბა გამოყე შენი ენა. იცით ეს რას ნიშნავს? იქ დაფიქსირებულია რა აქვს ნალაპარაკები შენს ენას. ამიტომ უფალს უთხარი ღმერთო თქო გამაკონტროლე. ამენ. კიდე უფალმა გააკონტროლოს შენი გული? რატომ აკონტროლებთ? თუ შენ არ მისცემ ღმერთს საშუალებას რომ გაკონტროლოს, შეიძლება ცუდად ჟღერს ეს სიტყვა. მაშინ ეშმაკი არის შენი მაკონტროლებელი. ამიტომ აერჩიე. მესამე არ არის. და ჯობს ღმერთმა გაკონტროლოს. ამენ. ჯობს. ჯობს. ჰალელუია ჩვენს უფალს. ამენ. მიუძღვენი ქება მას. მიუძღვენი ჩვენს უფალს. თუ ადამიანის ენა არ არის უფლის კონტროლის ქვეშ, ეს არის ზუსტი ნიშანი იმისა, რომ გულს არ აკონტროლებს უფალი. თუ უფალი არის შენს გულში, თუ შენი გული არის ტაძარი სულიწმინდისთვის, მაშინ შესაძლებელია რომ უფალი აკონტროლებდეს შენს ბაგეს. თუ არა, აი მე შეიძლება გიტყვის რომ საიდან ამოდის ეგ სიტყვები ცუდი. მე ხო არ ჩამიტანია ეგ სიტყვები ჩემს შინაგანში. ეს ბილწი სიტყვები საიდან ვინ შეიტანა იქ? უფალი არ აკონტროლებს შენს გულს და იმიტომ. ამენ ვიფასებო. ჰალელუია. ღმერთი არის მაკურთხებელი ჩვენი. ადამიანი თავისი სიტყვით გამტყუნდება, ადამიანი თავისი სიტყვით გამართლდება. და ერთი ადგილი წმინდა დავამთავროთ ვიფასებო. სამწუხაროდ უამრავი მაგარი ადგილებია, მაგრამ დრო არ გვაქვს. ჩემი გული აიშო მშვენიერი სიტყვებით. ავსე გული მშვენიერი სიტყვებით. ამენ. ეს გამოდევნის ესე ჭურჭელში რომელშიც თქვა ნარჩენია ჟანგი. აი რომ მიუშვა ნაკადი წყალი და დატოვო. გასუფთავდება იმით რომ ეს ზემოდან დაწოლილი წყალი გამოდევნის ციბიძურის. ეგრეა? ეგრეა ვიფასებო. ჩვეულებრივად. დროთა განმავლობაში გამოვირეცხება. გული ავსე მშვენიერი სიტყვებით. სიმღერა მეფეს მიუძღვენი. ნახე, ჩემი ენა კალამია ხელოვანი მწერლისა. კალამი მათხოვენია. თქვი კალამი. ვიფასებო ახლა ჩემ დროს მენლით დავიწყეთ წერა. სულ დატყაფული დავბოდით. ბავშვებს არ ახსოვთ ეს. მე ესეთი კალამი გამოვიდა. და ეს კალამიც ისეთია, რომ ყველაზე რაც არ მომწონდა ბავშვები რომ მეუბნებოდნენ კალამი მაქვს აყიდეებიო. ხომ გუშინ გიყიდე კაცო. გათავდა. სულ თავდება ამ კალამში თავისი მელანი. ამენ რამდენი ფული გაქვს დახარჯული კალამში. მithumedes თუ ბევრი ბავშვები ხავთ 10 წლის განმავლობაში 12. გესმენთ? და მერე კიდე. მაგრამ ნახე, ჩემი ენა კალამიაო. შენს ენას არასოდეს არ დაუთავდება მელანი. ჰალელუია. ამენ. შენს ენას არასოდეს არ დაუთავდება მელანი. სულ გავს. ამიტომ თავისუფლად შეგიძლია ყველაფერი ილაპარაკო და დაუკვირდი რას ლაპარაკო, იმიტომ რომ უფალს უნდა რომ სულიწმინდის ცეცხლი მოიტანოს თავისი წმინდა მასში ჩვენს ბაგეში და გაგიწმინდოს რომ ის აკონტროლებდეს ჩვენს სიტყვებს, რომელსაც შენი გადარჩენა შეუძლია.
იესოს სახელით და ყველამ თქვა ამენ დიდება უფალს ვიფასებო მოდი წამო